ჩვენ გვაფინანსებს ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაცია, და ამ დაფინანსების პარალელში სხვადასხვა კომისიების გახორციელება. მაგალითად, ფილმებს ვიღებ, ჩუქურეთში ვიხავთ გამოსული, დედაჩუქურეთში გადავიდეთ კომისიებზე. ეს ფილმი მოგზადდა, მე საფრთხად უბრალოდ ვერ მოასწარი აქ ეს დისკებზე გადავიდა, ამასაც გადავიდა დისკს. იმიტომ ორი ფილმი გვაქვს ჩუქურეთზე გაკეთებული, ერთი ჩუქურეთია ერთი ტრადიციებზე, აჩარაში არსებულ ტრადიციებზე, ამ შემთხვევაში კულტურაში გადავიდა ქორწინების ტრადიციებზე, ასევე კეთდება ინტერნეტი გადაცემები, ამ შემთხვევაში ამ გადაცემებს სტუდენტები აკეთებენ სხვადასხვა საინტერესო თემებზე. და კიდევ გვაქვს ერთი მიმართულება მოსახლეობასთან შეხვედრა და გარკვეული დისკუსიების გამართვა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რასაც თქვა ქვეყანაში ნიშნავს. დღეს ბატონი წარმოგიდგენთ ბატონი რომელიც არის ექსპერტი და დღეს ვისაუბრებთ თქვენ ყველა კარგად იცით რომ საქართველოს დიდი მოაწერა ევროკავშირის ხელშეკრულებას. ამაზე ძალიან ბევრი საუბარი იყო და ყველა ამას ელოდა როგორც საზოგადოება ისე პოლიტიკური სპექტრიც, იმიტომ რომ მე პირადად ჩემი აზრით ეს არის ძალიან კარგი ჩვენი განვითარებისათვის იმ კუთხით რომ ამ შემთხვევაში ევროკავშირი არ არის მხოლოდ ეს ევროპაში ჩავედი, ვიმუშავე და პროცესი. ანუ ეს არის ღირებულებების ერთობლიობა, ხო? ეს არის ეკონომიკური ურთიერთობები. ეს არის გარკვეულწილად უსაფრთხოების შესაძლებელია ესე ვთქვათ, მე შეიძლება ვწდებოდი, მაგრამ მე ესე არ ვიყავ გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები, იმიტომ რომ ევროკავშირის ქვეყნებში არის რაღაც სტანდარტები, რომელსაც ემორჩილება ყველა და წარმოუდგენელია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში არჩევნების დამოუკიდებელ ხდებოდეს. შეიძლება კი რაღაც კარუსელი არსებობს, როგორც საქართველოში ბოლო არჩევნებამდე რომ ვინც დაწვრიტა და რამდენიც და გასმარიცის და ყველას გახსოვთ, ასლამაბაშების დროს კედაში 100%-ის კი დაფიქსირდა. ანუ იმაზე მეტი ამორჩევები მივიდა, ვიდრე რეალურად არსებობდა იმ მუნიციპალიტეტში. ამიტომ მე ბევრს არ შეგაცდი, მე ბატონო ამ ვთხოვობ ის საქმეები, რასაც თulis ბატონო ამ ეტაპზე გადმოგცემ და მე შემდეგ ალბათ მეკრებათ შეკითხვები. ბუნებრივია, იმიტომ როდესაც უყურებ ტელევიზიაში ბევრი რამე არ არის. ჯერ დროც არ არის საკმარისი და სამწუხაროდ ჩვენი სატელევიზიო როდესაც ორი ადამიანი შეიძლება დაჩვენოს მოსავლებით ბოლომდე რატომღაც ჩვენ ვითარებაში ვინახავთ საუბარს და ეს გადადის უკვე ისეთ კამაჩი რომ ვერტიკულობს ინფორმაცია. რაც არის პრობლემა ალბათ. იმიტომ დიალოგის კულტურა ალბათ ნაკლები ყო და აქედან ხშირად ჭუბით თავდება რა. კუშინდელი რაღაც გადაცემის უყურებდი ბოლო ნახევარსაათი ერთგვარი ასწავლე. ერთმანეთს ამასიდეს საუბარი. ამიტომ მე თავს არ შეგაწყვეტ, აქეთ არის წვენი და რაღაც ტკბილეულობა. დიდი მადლობა მოგესალმებით. ანუ ბატონასთან და მის ორგანიზაციას მისათვის მსგავსი შესაძლებლობები ჩნდება ქვეყანაში, გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ევროინტეგრაციის პროცესი და საქართველოს ევროკავშირში დაახლოება არ უნდა იყოს პროცესი, რომელიც ჩაკეტილი იქნება მარტო თბილისში, მარტო ბათუმში, არამედ ეს მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა უნდა შეიტყოს ამ პროცესის შესახებ და იმ ვალდებულებების და უფლებების შესახებ და შესაძლებლობების შესახებ მე ვიტყოდი, რასაც მოაქვს ასოციაციის ხელშეკრულებას. როგორც მოგეხსენებათ ეს ბოლო სამი თვის მანძილზე ყოველ შემთხვევაში განსაკუთრებით ივლისში და განსაკუთრებით ბოლო აგვისტოს პერიოდში და სექტემბერში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თემა, რომელიც ჩვენთან საქართველოში განიხილებოდა, იყო ევროკავშირთან ასოციირების ხელშეკრულება, რომელიც აღინიშნა თვისობრივად ხალხშესაძლებლობას აძლევს საქართველოს განვითარებას. მე ჩემი დღევანდელი შეხვედრის მიზანი გახლავთ პირველ რიგში ის, რომ რაღაცნაირად ზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ იმაზე და შექმნა რაღაცა სრულბოლობითები და ილუზიები, რომ ეს არის რაღაცა სასწაული ჯოხი, რომელიც შეიძლება დაიქნიოს და ყველაფერი შეიცვალა მომენტალურად. არამედ კითხავთ ზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ იმაზე, რა შედგება ეს ხელშეკრულება.
ეს წურს თქვენთან სამ საკითხზე გავაკეთებთ ყურადღება. პირველი უშუალოდ მითებზე, ანუ რაღაცა მოლოდინებზე, რომელიც არის შექმნილი ასოციაციების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. მეორე საკითხი შეეხება იმას, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ასოციაციების ხელშეკრულებამ და განსაკუთრებით ბრმა და პოლის მოსვლა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ, რომელიც შედის ამ ასოციაციების ხელშეკრულებაში საქართველოსთვის და რამდენად არის საქართველოს მზად, რომ ეს სარგებლები მიიღოს, ზოგადად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. და მესამე საკითხი, რომელიც არანაკლებ ცხელი იყო ბოლო პერიოდის მანძილზე და ყველა ამაზე საუბრობდა, ეს იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელზედაც არასწორი მე ვიტყოდი მოლოდინები და არასწორი შთაბეჭდილებები შეიქმნა საქართველოს მოსახლეობაში. 2014 წლის ივნისში, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში შექმნილი მოწერა ასოციაციების ხელშეკრულებას. ეს არის საკმაოდ დიდი დოკუმენტი, დაახლოებით 1200 გვერდიანი და ძალიან მოცულობითი, რაც რეალურად იქ არის განსაზღვრული თითქმის ყველა სფერო, სადაც საქართველო უნდა დაუახლოვდეს თავის კანონმდებლობა, უნდა მიუახლოვოს ევროკავშირის კანონმდებლობას. სულ არის 320-ზე მეტი რეგულაცია და დირექტივა, ანუ ევროკავშირის კანონი, ასე ვთქვათ, ნორმატივად, რომელიც საქართველოს უნდა გადმოიტანოს თავისი ქვეყანაში. ეს არის კანონმდებლობა, რომელიც ეხება ტრანსპორტს, კანონმდებლობა, რომელიც ეხება გარემოს დაცვას, რომელიც ეხება სოფლის მეურნეობას და ასე შემდეგ. ერთი რაც პირველ რიგში რაც შეიქმნა, ასე ვთქვათ, მოლოდინი ამასთან დაკავშირებით, მიყოდი სრულ მოლოდინი, ეს არის, რომ ასოციაციების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა გამოიწვევდა რაღაცა ეკონომიკურ სირთულეებს. მოლოდინი არ უნდა იყოს ისეთი, რომ კიდევ ეს რაღაცა კატასტროფის ტოლფასია, არ უნდა იყოს ისეთი, რომ ამაში შეიძლება რაღაცა სასწაული შედეგები მოიტანოს ჩვენი ქვეყნისთვის. რეალურად ამასთან დაკავშირებით არის კვლევა გაკეთებული, რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული, თუ რა შედეგებს მოიტანს ეს ასოციაციების ხელშეკრულება. 2012 წელს შესაძლებლობად აქვეყნებია ამას განისაზღვრა, რომ გვიანი შიდა პროდუქტის ზრდა ამ ასოციაციების ხელშეკრულების შედეგად, უბრალოდ ვაჭრობის ნაწილში იქნება მოგლევადი პერსპექტივაში 1.7 მილიარდი, არც ისე დიდი, გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება 4.3 მილიარდი. საქართველოსთან ექსპორტის ზრდა მოგლევადიან პერსპექტივაში იქნება გაიზრდება 9%, გრძელვადიან პერსპექტივაში გაიზრდება 12%. იმპორტი მოიმატებს 4.3%, მოგლევადიან პერსპექტივაში, გრძელვადიან პერსპექტივაში 7.5%. ხელფასების ზრდას რაც შეეხება მოგლევადიან პერსპექტივაში იქნება 1.5% ზოგადად სახელმწიფოში და გრძელვადიან პერსპექტივაში 3.6%. ყველაზე მნიშვნელოვანი ხშირად იყო ხოლმე ეს ვთქვათ მოლოდინი და რაღაცა საფრთხეებისა ხალხში რომ დავუშვათ ამას შეიძლება ამას გამოიწვია რაღაცნაირად პასების ზრდა პროდუქციაზე კიდევ ერთადერთი კვლევა ერთადერთი დოკუმენტი რომელთაც შეიძლება ამაზე ლაბარაკი გახდეს ერთადერთი feasibility study რომელსაც ინგლისურად ეძახიან და იქ არის აღნიშნული რომ მოგლევადიან პერსპექტივაში პასები გაიზრდება 1%-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში 0.6%-ით ამ ხელშეკრულების შეჭრება. რაც ყველაზე კარგი არის, ეს არ მოხდება დაახლოება ევროკავშირში ერთ დღეში, ან ერთ კვირაში, ან ერთ წელიწადში. საქართველოს აქვს გარკვეულწილად არებული ვალდებულება, რომ ეტაპობრივად მიუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. მაგალითად, ყველაზე ცნობილი საკითხი, რომელიც უკავშირდება ტექნიკურ დათვალიერებას, ავტომანქანების ეგრეთ წოდებულ ტეხასმოთს, იქ არის ჩადებული, რომ ეს იქნება სავალდებულო, მაგრამ ტეხას მოძრების შემოღება არ იქნება ხვალდაზე, ანუ იქ არის ჩადებული 2 წლიანი და რომლის შემდეგაც საქართველოს უნდა უახდინოს, ასე ვთქვათ, აღდგენა იმ სტანდარტებით, იმ პროცედურების დაცვით, როგორც ეს არის ევროპაში. ყველაზე ახალი მაგალითი სწორედ ეს არის. ანუ მოკლედ ვთქვა, ეს იქნება ძალიან ეტაპობრივი და გარდამავალი პერიოდი იმისა, რომ ქვეყანა მოიმზადოს ამისთვის, იმისათვის, რომ ხალხმა ამის შესახებ ინფორმაცია მიიღოს, რაღაცა უცალმედად დაატყდეთ თავს ეს სიახლეები, საკმაოდ შენ შემთხვევაში საკმაოდ დიდია, მაგალითად როგორც ვთქვი, 2 წლიდან 4 წლამდე არის გააჩნია მანქანებს, სულ მანქანებზე არის 2 წელი, აფრიკებზე არის 2 წელი. მეორე საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს ასოციაციების ხელშეკრულებასთან, ეს არის
მისი შესრულება არ იქნება რაღაცა ადვილი, როგორც ადამიანური რესურსების გათვალისწინებით, ასევე ფინანსური რესურსების გათვალისწინებით. ეს შეიძლება ჩვენ შევხედოთ ამას, რომ ეს რა თქმა უნდა დაკავშირებული არის ქვეყნისთვის ხარჯებთან, მაგრამ ეს არ არის ხარჯი, რომელსაც უბრალოდ გაიღებ, ამას შეიძლება შეხედოთ როგორც ინვესტიციას, რომელსაც შენ რაღაცა პერიოდის მანძილზე ჩადებ, მაგრამ მერე რამოდენიმე უფრო მეტად უკან დაგიფუძნდება და უფრო მეცადინებას მიიღებ. მესამე საკითხი და მესამე ასე ვთქვათ მითი, რაც ასოცირების ხელშეკრულებას უკავშირდება, არის ის, რომ ამასთან მოყვება უვიზო მიმოსვლა და საქართველო დაიწყება, ანუ გაიქცევა ყველა ვისაც შესაძლებლობა გაუჩნდება, რომ წავიდეს. მაგრამ რეალურად პრინციპში ეს გზა, რასაც ეხლა ჩვენ გავდივართ ასოცირების ხელშეკრულების გამოწერა და ამ შემდეგ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა უკვე გაიარეს და მათ ნაკლებად უკვე შეძლეს განეხორციელებინათ ის რეფორმები, რაც ასოცირების ხელშეკრულებაში არის ჩაწერილი. იგივე უვიზო მიმოსვლა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, როგორც არის მაგალითად სერბეთი, მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისინი ამით სარგებლობენ საკმაოდ დიდი ხანია და შესაბამისად ამას დიდი დარტყმა არ მიუყენებია მათთვის, ანუ მიგრაციის კუთხით, ანუ ხალხი არ გაქცეულა და პლუს ამას ის ადამიანები, ვისაც აქამდე მოდოდა წასვლა, ნაკლებად მათმა დიდმა ნაწილმა ისედაც მოახერხა რომ წასულიყო, ანუ ამ ხრივაც ესე ვთქვათ, ვოლოდინის არ რაღაცა ხალხ დაიწყება საქართველოს ვოლოდინის ალბათ რაღაცა ცოტა არებოს და გადაჭადებულია. რა თქმა უნდა შეიძლება რაღაც გავლენა მოახდინოს, მაგრამ ისე რომ ყველა გაიქცეს ქვეყნიდან ამის ესე ვთქვათ საფრთხეც ნაკლებად არის უსაფრთხო. შემდეგი საკითხი, რაც ყველაზე მეტად ხშირად ასე ვთქვათ ამისი ამას ძალიან ბევრი ამბობდა, ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე, ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია, რომელიც დაუშვათ თქვის, რომ უნდა უფრო მეტად დაახლოვდეს რუსეთთან და უარი უნდა თქვას ევროკავშირზე. იყო ის, რომ მაგალითად ამ ხელშეკრულების საფუძველზე დაიკარგება ქართული იდენტობა. ანუ ქართველობა საგვართმევად ვთქვათ ესე შეგვიძლია. ამ ხრივაც ასოცირების ხელშეკრულება და ზოგადად ევროკავშირი ისე ვთქვათ სლოგანი არის მრავალფეროვნება ერთიანობაში, შესაბამისად იქ არსებობს 28 სახელმწიფო, არსებობს 24 ენა, ამ 24 ენაზე მოსაუბრე ხალხი, შესაბამისად თითოეულ მათგანს დავუშვით იგივე ხორვატია იქნება, ეს იგივე საფრანგეთი იქნება, ეს დიდი იქნება, ეს ქვეყანა თუ მცირე იქნება, მეტნაკლებად აქვს ეს დაცულობის გარანტია, ანუ ეს მრავალფეროვნება ერთიანობაში სწორედ იქ უფრო მეტად არის დაცული. შემდეგი ასე ვთქვათ საკითხი, რაც ასევე უკავშირდებოდა ასოცირების ხელშეკრულებას და რასაც ძალიან ხშირად აპელირებდნენ, რაზეც გახლავთ ის, რომ ეს გარკვეულწილად მართლმადიდებლობასთან იყო დაკავშირებული, რომ უშუალოდ ეს რელიგიური პრობლემები შეიქმნებოდა, რომ თვითონ რაღაცა რელიგიაში ჭიდილი მიადგებოდა და დაკნინდებოდა მაგალითად ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლი. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს გარდა ამ გზას ეს გზა უკვე განვლო, ანუ ევროკავშირის კეთილმოწყობილი გზა უკვე განვლო 4 ისეთმა ქვეყანამ, რომელიც არის მართლმადიდებლური, როგორც ჩვენ, მაგალითად გულისხმობ კვიპროს, გულისხმობ ბულგარეთს, გულისხმობ რუმინეთს და გულისხმობ საბერძნეთს. ანუ ეს 4-ვე მართლმადიდებლური სახელმწიფოა, რომელიც არსებობს ევროკავშირის შიგნით და ის როლი ეკლესიისა ევროკავშირში, თვითონ მისი ყოფნის შედეგად არ დაკნინებულა ამ ქვეყნებში. კიდევ ერთი მითი, რომელიც უკავშირდება ისევ და ისევ ასოცირების ხელშეკრულებას, ეს არის ის, რომ თითქოს აქ ვინმე ევროკავშირიდან არის მოთხოვნა იმისა, რომ დაკავდეს ერთსქესიანთა ქორწინება. ამიჯერეთ ეს ხელშეკრულება არაერთი საკითხული, მაშინ რაც ის გაიხსნა გასული წლის ნოემბრიდან, მსგავსი მოთხოვნა საერთოდ არ არის ჩადებული. მსგავსი რამე არ ითვალისწინებს, ანუ ევროკავშირიდან მსგავსი მოთხოვნა საქართველოს მისამართით არ არსებობს. ისევე როგორც ევროკავშირშიც არიან ქვეყნები, სადაც მსგავსი რამ დაშვებულია, მე არ გეტყვით, რომ ყველგან ისია, რომ ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალული იყოს, თუმცა არიან სახელმწიფოები, სადაც ეს ანუ მოთხოვნა არ არსებობს, რა თქმა უნდა, ევროკავშირის მიერ, მაგრამ არიან სახელმწიფოები, რომლებიც თვითონ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთსქესიანთა ქორწინება უნდა აეკრძალოს. მაგალითად, იგივე კვიპროსში, იგივე ესტონეთში, იგივე საბერძნეთში, მალტაში, რუმინეთში, სლოვაკეთში ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებული არ არის. უფრო მეტიც შეიძლება უფრო შორსაც წავიდეთ და მაგალითად კონსტიტუციით არის აკრძალული ერთსქესიანთა ქორწინება ხორვატიაში, ლიტვაში, ბულგარეთში, ლატვიაში და პოლონეთში. ანუ მსგავსი რამე კიდევ ერთხელ გადასვა, ანუ ეს მითი იმის შესახებ, რომ ამას იკვლევს ევროკავშირი ჩვენ განსხვავებული არის.
გარდა ამისა კიდევ ერთი ასე ვთქვათ საკითხი, რომელიც საკმაოდ მტკივნეულია და ხშირად წამოიწეოდა ხოლმე, უკავშირდებოდა იმას, რომ თითქოს და საქართველოს ამ იმის დასანაცვლოდ როის გახდეს ევროკავშირის წევრი, უწევს უარი თვალს ოკუპირებულ ტერიტორიებს, გულისხმობ აფხაზეთს და გულისხმობ სამხრეთოსაც. ისევ და ისევ მსგავსი მოთხოვნა არასოდეს არც ოფიციალურად, არც არაოფიციალურ დონეზე ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მისამართით არ წამოსულა, ანუ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს იმ ტერიტორიულ მთლიანობაში, იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც იგი აღიარეს, როცა იგი გახდა დამოუკიდებელი, ანუ 25 წლების დასაწყისში. შესაბამისად, რაღაცა ოდით აფხაზეთზე და ოსეთზე უარით ვიდა თქვენ გახდებით ევროკავშირის წევრი, მსგავსი გარიგება, მსგავსი რაღაცა შემოთავაზება არასოდეს ოფიციალურ დონეზე ევროკავშირის მხრიდან და მით უმეტესად შეგვიძლია ჩადებული არის. შემდეგი საკითხი, რადგან მე მინდოდა თქვენთან ვისაუბრა და გამახვილებინა, არის ეს ვაჭრობის საკითხი. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის რაღაცა საშუალება, რომელიც ხვალვე ამოქმედდება, პრინციპში უკვე იცით, 1 სექტემბრიდან ეს ხელშეკრულების დიდი ნაწილი 80% და შევიდა ძალაში, მათ შორის შესულია ძალაში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ქართულ ბიზნესმენს შეუძლია ქართულ პროდუქციის წარმოება შეიტანოს პროდუქტი ევროკავშირის ტერიტორიაზე. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ უკვე ამოქმედებულა დამერწმუნებით ალბათ ძალიან ადრეა ეს შეფასება რამდენად მოიტანა შემდეგ სულაც 20 დღე არის გასული ამ ხელშეკრულების ამოქმედებიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა არსებობს გარკვეულწილად პრობლემები, რაც მის სრულად ამოქმედებას, სარგებლის მიღებას უდასწრიდა ამ პრობლემებთან დაკავშირებული და თქვენი ყურადღება გავაკეთებიო ამ პრობლემებზე. პირველ რიგში ეს გახლავთ ის, რომ ქვეყანამ უნდა მოახდინოს ევროკავშირის სტანდარტებთან თავისი სტანდარტების ნაცვლობა. მაგალითად, ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მტკივნეული თემა არის სულისუნებლობის საკითხი. ეს რეალურად ძალიან ცოტა არის ინფორმაცია იმაზე, რას მიეძღვნა საქართველოს მოქალაქეები, იმდენად რამდენადაც იმას, რასაც დაუშვათ რეგულობს, იქნება ეს სუპერმარკეტი ფანტაზია სადმე, რეალურად სტანდარტებთან, რა სტანდარტები არის, რამდენად დაკმაყოფილებს ის სტანდარტებს, ნამდვილად არ არსებობს ამისი ინფორმაცია. შესაბამისად, ვინმეს, ვინც აწარმოებს ამ პროდუქციას, მოუწევს დაახლოება იმ სტანდარტებთან, რა სტანდარტებიც არის ევროპაში. ანუ უფრო მეტად დაცული უნდა იყოს ადამიანის ჯანმრთელობა, რომ საქმეში გამოხდეს მისი მოწმობა. მეორე საკითხი, ასე ვთქვათ, ეს სეგმენტებად რომ დავყოთ ახალ ის რომ პრინციპში ევროკავშირმა საერთოდ გააუქმა ტარიფები, ანუ სამი ასე ვთქვათ ნაწილისგან შედგება ეს ხელშეკრულება. ერთი ნაწილი ამბობს, რომ პროდუქციაზე მთლიანად ანუ რაღაცა კვოტირებით არის შეიძლება შეიტანო, მაგალითად 220 ტონა ნიორზე მეც ევროკავშირში ვერ შეიტანო მთელი წლის მანძილზე, რომ საქართველოში უნდა იწარმოოს იმდენი პროდუქცია, რომ სულ რომ ნიორი ვაწარმოოთ 220 ტონაზე მეც ვერ შემოიტანო. არსებობს პროდუქციების სხვა ასე ვთქვათ ჩამონათვალი, სადაც 28 დასახელების პროდუქცია, სადაც გვეუბნებიან, რომ ეს უნდა დაეკვემდებაროს საბაჟო გადასახადს, ანუ ეს 28 დასახელების პროდუქცია და პროდუქციას ჩამოგიტვით და შეივა ევროკავშირის ბაზარზე უნდა გადაიხადო ბაჟი. ეს არის პომიდორი, კიტრი, მაგალითად პორტოყალი, მანდარინი, ლიმონი, ვაშლი, მსხალი, გარგარი, ჯავი ალუბალი და სხვა. ამასთან ევროპის ბაზარზე ძალიან ისეთი სქრული რაოდენობით უნდა შევიდეს 15 დასახელების პროდუქტი, ანუ გვეუბნებიან, რომ აი ეს არის რაოდენობა, რომელიც უნდა შემოიტან. მათ შორის ეს არის საქონლის და ბორის და ცხვრის ხორცი 4400 ტონა წელიწადში, ფრინველის ხორცი 550 ტონა, ალაო და ხორბლის წებოვანა 320 ტონა, შაქარი 8000 ტონა, ძისნაწარმი 1650 ტონა, კვერცხი 6600 ტონა, სოკო 220 ტონა, სიგარეტი 500 ტონა. ანუ არსებობს სამნაირი ასე ვთქვათ გადაცია, ეს ეკონომიკურ პროდუქტის ერთ ნაწილზე და თქვენ შეგიძლიათ შევიდეთ რამდენი წმინდა ყოველ უნდა დამიკმაყოფილო ესა და ესა და ეს სტანდარტი, იმიტომ რომ იქ შემოვა პროდუქცია ვიღაც არაფერი წარმოწის მომხმარებელი. მეორე გეუბნებიან, რომ აი ამ პროდუქციას ამაზე მეტი რაოდენობით ვერ შემოიტან და მესამე გეუბნებიან, რომ აი ამ დასახელების პროდუქცია შემოიტან, ოღონდ უნდა გადაიხადო საბაჟო გადასახადი.
ჩვენთან პრინციპში არის გარკვეული ასე ვთქვათ პრობლემები რამოდენიმე მიმართულებით და ეს გავართ პრობლემების წინაშე იმისთვის რომ სრულად მივიღოთ სარგებელი რა სარგებელიც ჩადებული არის ამას უცირებს ხელშეკრულებაში. ეს პირველ რიგში უკავშირდება ის პროდუქტები რაც შეიძლება პოტენციურად რომ გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე. ერთ-ერთი ესეთ ასე ვთქვათ პროდუქცია რომელიც შეიძლება გატანილი იყოს ევროკავშირის ბაზარზე მიიჩნევა თაფლი. მაგრამ თაფლის გატანა უკავშირდება ძალიან დიდ პრობლემას. მე დაკმაყოფილებული ვარ გწმენია ამის შესახებ, მაგრამ ყველა დიდი პრობლემა მიმდინარეობს იმაში, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე რომ თაფლი შეიტანოს, საჭირო არის სპეციალური სერტიფიკატი. შემდგომ ასე ვთქვათ სინჯი აიღო თაფლის, შემდეგ ეს სინჯი უნდა წავიდეს ლაბორატორიაში, ლაბორატორიამ უნდა შეამოწმოს, უნდა დაწეროს, რომ ეს ვარგისია და აკმაყოფილებს სტანდარტებს და შემდეგ უნდა აი ასე ვთქვათ ამ იქიდან საიდან წაიღეს სინჯი, შეიძლება ეს თაფლი შევიდეს ევროკავშირის ბაზარზე. პრობლემა არის ორი. პირველ რიგში მსგავსი ლაბორატორია, რომელიც გააკეთებს ასე ვთქვათ ამის ანალიზს და დაწერს მოგცემს უფლებას, რომ შეიტანოს ევროკავშირის ბაზარზე, რომელიც აკრედიტებული იქნება ევროკავშირის მხრიდან, საქართველოში არ არსებობს. ამ მიმართულებით რაღაცა მუშაობა დაწყებულია და სავარაუდოდ ალბათ უარი წელს იქნება, შეიქმნება მსგავსი ლაბორატორია, მაგრამ მომენტამდე ეს პრობლემა არსებობს. ანუ ადამიანს რომელსაც სურს რომ თაფლი შეიტანოს ევროკავშირში, ეს უხდება დააგზავნოს და ყველაზე ხშირად აგზავნიან ლიტვაში, დააგზავნოს ლიტვაში ლაბორატორიაში თაფლის სინჯი, ჩავიდეს იქ, შემდეგ იმან გაუწევოს დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე შეიტანოს ბაზარზე. ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, დაახლოებით 3000 ევრო ხდება იმის ყველაფერი რომ ეს პროცედურა გააგზავნოს, წეროს და ჩამოვიდეს და შემდეგ, რაც ალბათ რაღაცა რამოდენიმე მცირე მეწარმის ალბათ ეს საკმაოდ დიდი ანბად მას არ უღირს. მეორე პრობლემა გახლავთ ის რომ ხშირად როცა იგზავნება მსგავსი და ყოფილა შეფერილი გაგზავნება ლიტვის ლაბორატორიაში, დასკვნა ყოფილა უარყოფითი და ძირითადად იყო ის რომ ხშირად იგივე ფულკავს კურნალობდნენ რაღაცა პენიცილინი და ასე შემდეგ, რომელიც საბოლოოდ შემდეგ აისახება თაფლზე და მსგავსი რაღაცა, ანუ ეს არის სტანდარტი, რომელიც ევროკავშირი არ ცნობს თაფლს, სადაც ასე ვთქვათ შემცველობა მაშინ არის რაღაც ის, რაც მიუღებელი არის ევროკავშირის. ანუ ორი პრობლემაა და მესამე პრობლემა ჩვენ არ უნდა შეგვიძლია არაერთი რამ წარმოვიდგინოთ, რომ თუკი საქართველოს ქართული თაფლი შევა ევროკავშირის ბაზარზე, მას არავინ კონკურენტი არ ეყოლა. ძალიან ბევრი ქვეყანას ევროკავშირში შეაქვს თაფლი, იგივე შედის თაფლი მექსიკიდან, იგივე შედის თქვა არგენტინიდან, ავსტრალიიდან, ძალიან დაბალფასიანი იაფიას ჩინეთიდან შედის თაფლი, რომელიც დაახლოებით 2 ევროი შესაბამისად. აი ეს არის ის ბარიერები, რაც არის პირველი ეს ლაბორატორიის არარსებობა, მეორე ის რომ თვითონ ფერმერმა რომელიც თავს აწარმოებს ჩრდილოეთში არ იცის ის სტანდარტები, რაც უნდა დააკმაყოფილოს და როგორი უნდა იყოს ის თაფლი, რომელიც შევა ევროკავშირში და მესამე იქ არ არის ეს რომ ჩვენ შევედით და გავთავაზობთ ჩვენი თაფლით, ამიტომ არის საკმაოდ სერიოზული კონკურენცია და აი ეს სამი ასე ვთქვათ დაბრკოლება, მოდი ესე დავთქვათ, ელოდება საქართველოს იმისთვის, რომ თაფლის ასე ვთქვათ შესაძლებლობა თაფლის ბაზარი გაიქცეს ქართული თაფლისთვის ევროკავშირისთვის, ევროკავშირის ბაზარი გაიქცეს საკმაოდ გასათვალისწინებელია. მეორე პრობლემა გახლავთ ის, რომელიც უკავშირდება ქართულ ხილს და აქ პრინციპში ისევ და ისევ მივიდივართ ფერმერების განათლების საკითხთან, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ის პესტიციდები, რომელსაც იყენებენ საქართველოში, რომელსაც იყენებდნენ ადრე და ისე აწარმოებენ ქართულ ხილს, ხშირ შემთხვევაში ეს მიუღებელი არის ევროკავშირისთვის. ანუ ისინი ამბობენ, რომ დაუშვათ აი ეს პესტიციდი შეიძლება გამოიყენო, მაგრამ არ შეიძლება გამოიყენო უშუალოდ რაღაცა ის პესტიციდი, რომელსაც რეალურად შეიკენებ, მაგრამ არ იცი რომ იყენებ და ის შეფერას ახდენ ევროკავშირის ბაზარზე. ანუ პრობლემაში ამ შემთხვევაში არის ის, რომ პესტიციდების უკონტროლო მეთოდი გამოყენება ხდება. გარდა ამისა, პრობლემა არის ის, რომ ეს არის უფრო უშუალოდ სეზონური და საქართველოში არ არის ან ნაკლებად არის ეს მეთოდი შესაძლებელი. ანუ გააქვს ხილი, მაგალითად, არის კარალიოკი, რომელიც გააქვს, არ შეიძლება რომ მთელი წლის მანძილზე სადმე მაცივრებში შეინახო, რომელთაც მომარაგებს შემდეგ დაუშვათ ევროკავშირს. ანუ რაღაცა პერიოდში გააქვს, შემდეგ უკვე აღარ გააქვს. აი ეს მაცივრების არარსებობა გარკვეულად არის დამაბრკოლებელი ფაქტორი იმისა, რომ საქართველოსთან
ხილი გავაკეთეს ევროკავშირის ბაზარზე. Ну, ყველაზე დიდი ასე ვთქვათ, შესაძლებლობას ეს ხელშეკრულება იძლევა იმ ქართული ხილი გავაკეთეს ევროკავშირის ბაზარზე, როგორც იცით, ალბათ ჩვენ ერთ-ერთი მსხვილი წარმოებელები ვართ საქართველოს ხილის და მე-4 ადგილზე ვართ მსოფლიოში ხილის წარმოების პროცესით. თუმცა ამ ხრივაც ევროკავშირში ითხოვენ გრძელვადიან კონტრაქტებს, რაც გულისხმობს, რომ ეს არ უნდა იყოს რაღაცა შენ მიაწოდებ სიტყვაზე 100 კილოგრამ ხილს და ამით ნამდვილად ყველაფერი, არამედ ისინი ითხოვენ, რომ 1 წლიანი, 2 წლიანი კონტრაქტი დადო და აი ამ კონტრაქტის საფუძველზე შენ მას რეგულარულად მიაწოდო ხილი. რაც ისევ და ისევ როგორც ჩვენ ვისაც ვთქვათ, გარკვეულწილად პოლიტიკის საქმეს წარმოადგენს. ყველაზე დიდი და ასე ვთქვათ პრობლემური საკითხი წარმოადგენს რძე და ხორცის ნაწარმი, იმდენადაც ის არის ალყიჭებადი პროდუქცია, რაც განსაკუთრებულ სტანდარტებს მოითხოვს, განსაკუთრებულ შენახვის პირობებს მოითხოვს, ტრანსპორტირების პირობებს მოითხოვს, აქედან გამომდინარე, რომ აი ამ ყველაფრის ცოდნა მეგობრებო არის ძალიან ისეთი საშუალო საქმე, ალბათ ხელისუფლებას მოუწევს ნაკლებად ინფორმირება იმისა, თუ რა სტანდარტებთან არის დაკავშირებული და რა მოთხოვნები უნდა დაიცვას იმ ფერმერმა, იმ კლიენტმა, რომელიც გადაწყვეტს, რომ ბავშვად ევროკავშირის ტერიტორიაზე შეიტანოს ეს ამ სახის პროდუქცია, როგორც უკავშირდება ხორცს და რძის პროდუქტებს, რომელიც არის მალტიჭები. ეს მოკლედ ამის თქმა მინდოდა მე ვაჭრობის ხელშეკრულებაზე და ბოლო ნაწილი, რომელიც გვეტანეთად მინდა განვიხილო, ეს გახლავთ კანონი, ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც საქართველოს მიიღო როგორც ივლისში და მას ძალიან დიდი ნებათაღი მოყვა. რა გამოიწვია ამ ანტიდისკრიმინაციული კანონის? ერთი, რა თქმა უნდა, მიზანი არის ის, რომ განსხვავებული ჯულის, განსხვავებული შეხედულებების, განსხვავებული წამსის ადამიანები არ იყვნენ დევნილები, ანუ არ მოხდეს მათზე ზეწოლა, ყველა იყოს თანასწორი, იქნება ეს უმცირესობა, უმრავლესობა, ეს ერთი. და მეორე, ეს გახლავთ მოთხოვნა ევროკავშირისა საქართველოსკენ, საქართველოსთვის, რომელიც საბოლოოდ ნაწილი არის დიდი შემადგენელი ნაწილი, ახლა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობამ, რომელსაც ექნება ბიომეტრიული პასპორტები, შეძლო მიმოსვლა ევროპაში. ანუ რას გულისხმობს, რომ ადამიანს, რომელსაც სურს მაგალითად წავიდეს პოლონეთში, მას არ ჭირდება ჩავიდეს თბილისში, დადგეს საკონსულო საელჩოს წინ, შეიტანოს ეს საკითხები, შემდეგ მიერ-მეგობრს იმაზე მიიღებს თუ არ მიიღებს ვიზას, არანაირ შეუძლია აიღოს ბიომეტრიული პასპორტი და 90 დღე, 180 წლის ვიდან 90 დღე გაატაროს ევროკავშირის ტერიტორიაზე. ერთი საკითხი, რაც მინდა ძალიან ისეთ ხაზგასმით აღვნიშნო, გახლავთ ის, რომ ეს არ იძლევა მუშაობის უფლებას. ეს არის პოლიტიკის ტურისტული ანალიზი. შეიძლება ვინმე ამბობლები პრობლემის იქ არის და უნდა წავიდეს და ნახოს. აი, სწორედ ამ ბიზნესთვის გამოიყენება. შრომის უფლება ცალკე თემაა, ეს ასე ვთქვათ, სოციალურ პერსპექტივა ამ ეტაპზე იქნება ევროკავშირის გარე, მხოლოდ იმისთვის, რომ იქ ჩახვიდე ადამიანი გაჩერდა და შეგვიძლია დაყრდნობა და არამხოლოდ წავაგდეს ლეგალურ მუშაობას ლაპარაკი არის. დისკრიმინაციის კანონის მიღების არსი გახლავთ ის, რომ საქართველოსთან ძალიან ბევრი არის ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელი. დაახლოებით 10,000 კაცმა შარშან საქართველოს მოქალაქემ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში, რომ თავშესაფარი მიიღოს. შესაბამისად, იმის გამო, რომ საქართველოს იყოს ასე ვთქვათ, უსაფრთხო ქვეყანა ჩაიყოლოს, როგორც მას უწოდებენ, აი ამ კანონის მიღება, ისინი ხშირად აცხადებენ, რომ მაგალითად იდევნებიან იმის გამო, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება აქვს. იდევნებიან იმის გამო, რომ მაგალითად არის განსხვავებული ფერი აქვს, იდევნებიან იმის გამო, რომ განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლები არიან. აი ამ კანონის პრინციპში აზრი ის არის, რომ უნდა მოხდეს მათი დაცვა და შესაბამისად ეს ადამიანი არ უნდა გაიქცეს საქართველოსთან და არ უნდა დააწვეს თვითონ ევროკავშირს. ამით არ უნდა რომ ჩავა, როგორც ჩავა იგეთქვია, რომ იცით რა, თქვენ ქვეყანას გააჩნია ანტიდისკრიმინაციული კანონი, შესაბამისად ეს კანონი მოქმედებს და ამის გამო ჩვენ მომენტალურად გეუბნები უარს იმაზე, რომ თავშესაფარი მოხდეს. ერთ-ერთი მიმართულება, რის გამოც საქართველოს მიიღო აღნიშნული კანონი, ანტიდისკრიმინაციული კანონი.
გარდა იმისა, რომ დაცული ყოფილიყო უმცირესობების უფლებები, იქნებოდა ეს რელიგიური უმცირესობა, იქნებოდა პოლიტიკური შეხედულების მქონე პირები, იქნებოდა ეს ეთნიკური უმცირესობა, გარდა ამისა, ეს იყო იმისათვის, რომ საქართველოს ჩათვლილიყო უსაფრთხო ქვეყნად, აქედან წასვლის თავშესაფრის მაძიებას მომენტალურად იყო აქტუარი თავშესაფრის მიცემაზე ევროკავშირში. არის მეგობრები, სადაც შეიძლება თქვენ გადავაჭარბებ, თქვენი იქნება სიამოვნებით. მე ეს კითხვა მქონდა თავს ეს თაფლი არ დაბაჟდება, ხო? თაფლზე არ არის. თაფლი უბრალოდ ჩვენი სტანდარტები და აკმაყოფილება. ბევრი მიგაპარაკეთ ამ ხილზე. მანდარინი და გოგიცა საერთოდ მანდარინზე არის. მანდარინი არის შეზღუდვა, აქ როგორც გითხარით. ანუ საბაჟო გადასახადით შედის მანდარინი. ანუ არის სამი კატეგორია პროდუქციის. ერთი გეუბნებია რომ ამაზე მეც შემოიტანთ, ანუ ნიორი, მაგალითად 220 ტონაზე მეტ საქართველოსთან მეტი ნიორი შევა. მეორე გეუბნებია რომ შემოიტანა ოღონდ საბაჟო გადასახადს გადაიხდი და მესამე გეუბნებია რომ შემოიტანა რამდენი წინა ოღონდ დამიკმაყოფილია ეს სტანდარტი. თავს რამე. ანუ თავს გეუბნებია რომ შენ უკაც არ უნდა მისცე ისეთი ტესტი, უკაცრავად ისეთი წამლები, რომლებიც შემდეგ აისახებათ იმაზე საბოლოო პროდუქციას თავს, ხო? აქ თუ დააკმაყოფილებ პრობლემა არ არის, მაგრამ აი მანდარინთან დაკავშირებით გეუბნებია რომ შენ უნდა გადაიხადო ის გადაკვეთი საბაჟო და ეს განსხვავებულია ყველგან რა გადაკვეთიც მოქმედებს ევროკავშირში. ანუ ეს ეხება მანდარინს. და ხილზეცა ხო მაგ? კი, ანუ აქ ჩამოდათვალე. არა, თუმცა დაკავშირებით არ არის პრობლემა, იმიტომ რომ რეალურად ტყინი თვითონ ჩვენ ძალიან ცოტაა და ისინი მათთვისაც მისაღებია და ძალიანაც უნდათ, მაგრამ ხილის ერთი რომ შენახვის წესები უნდა იყოს დაცული პირველ რიგში და მეორე უფრო მეტად იქნება მიზანოვანი კონტრაქტი. წარმოგიდგენთ რომ რაღაცა 2 წელი 3 წლიანი კონტრაქტი გააყოლო და არა დაუშვათ რაღაცა უცებ რა გიჩნდება შენ. ეს როგორ ახლა მოსავალი მაქვს და მოგაწვდი და არა მაქვს და ვერ მოგაწვდი ეს არის ანუ უფრო მზელვადიანი კონტრაქტი არის ისინი მათ ეცოდინებათ რომ მაგალითად ყოველი წლის ბოლოს რაღაც საქართველოსთან ჩავა აი ამ რაუნდის წინ. ანუ ის გარანტირებულად იცის რომ თავის წარმოებაში მას ხილის პრობლემა არ შეეძლო. ну ერთი რამოდენიმე საკითხია. პირველ რიგში ალბათ განსხვავება და ასე ვთქვათ ლობირება არის საჭირო იმისთვის რომ იგივე თაფთან დაკავშირებით ვთქვათ ლაბორატორია რომ შეიქმნას. ანუ ეს არის ძალიან 10 ტონები ვინმეს არ მოყვა 100 კილოგრამი ტონა მეიქნება. გლეხმა ყველაზე კარგი განცხადებით დაიწყო ეს კორპორაციების და უხოსო ხო რაღაც გაერთიანება. რაღაც ორგანიზაცია ორგანიზაციების გატანა, როგორ თქვი, დაკარი რაღაც 100 კილო, 200 კილოზე ლაპარაკი შედა და თუ ეს ხო, თუ ეს არ გაერთიანდა და ერთობლივი ძალები ჩაგდოდა 100 კილოზე და 200 კილოზე ეხლა იგივე 100 კილოს რაღაცა გააგზავნოს მაშინ ლიტვაში და 3000 ევრო გადაიხადოს და ეს ვერ ამოიღოს. აი ხილზე რომ საუბრობ, ხო, ხილი. ან თაფლი, ხო? აბა თითო კაცმა თქვენ ვიცით თაფლი მოხდა საკმაოდ და ხილიც არა. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგია ეს კოოპერაციები. ხო, ეს არ არის საფრთხის გამოგონება, ეს ევროკავშირის. ანუ ფერმერები ერთიანდებიან. ფერმერებში ახლა იგულისხმება თქვა 10-20 ადამიანი, რომელიც რაღაც ერთი სახის პროდუქციას აწარმოებს. ან 3 სახის, ან 4 სახის. ამ შემთხვევაში ეს პროდუქცია ხო გროვდება, თხილი ახლა სადა 100 კილოს უაგზანი და სად მაჯახის ხეობაში არის თქვა მოდის 10 ტონი, ხო? ანუ ამ შემთხვევაში გარანტია იმისა რომ 10 ტონა ტონის იქნება, ეს გარანტია გააყენო. როდესაც მოგესურვება იმისა რომ მანდარის კუთებით მოაგზავნოს, რაღაცა ცენტრალიზებული. ამ შემთხვევაში იქნება კოოპერატივები. ახლა ის მე რო გითხარით, ანუ კოოპერატივის თანხა იმისთვის კი არ მოდის, რომ მარტო თქვა გასაღების ბაზარი მოძებნა, შენახვის პროცედურა. თაფლი ახლა ბატონოვანო ძალიან თაფლი არის, სტანდარტს უნდა დაეკმაყოფილოს, მაგრამ ის თაფლიც უნდა იყოს ლამაზად მიწოდებული, ხო, შეფუთული და იმიტომ ახლა მანდარინი ყოველთვის ბათუმში იყიდებოდა პორტოხალი, ხო? ყველა მიცის რომ ქართული პორტოხალი უფრო გემრიელია, მაგრამ იგერ ვთქვათ რაღაცა ლამაზად შეფუთული დიდი პორტოხალი იყიდება, ის უბრალოდ ლამაზად შეფუთულია, შეიძლება გემო ისეთი არა. ანუ ამ შემთხვევაში პროდუქციის მიწოდებასაც აქვს მნიშვნელობა, იმიტომ იმ უცხოეთში სტანდარტები არსებობს ბუნებრივად. ამ თავზე და ამ ხილზე და ამ პროდუქციაზე ბუნებრივია კოოპერაციები თუ მოხდება და გაერთიანდება თქვა მოსახლეობა
და შექმნის ერთი ამ მაზას, ამ შემთხვევაში უბრალოდ მოხდება ერთ ადგილას პროდუქციის მოღვაწე და გადატანა და ამ შემთხვევაში ევროკავშირი ამბობს, რომ რამდენი წლიდან შემოიტანა. ანუ თხილზე, თაფზე უბრალოდ შენ დაეკვირდა ახლა ბატონო მამულო საუბრობდა ჩინური თაფზე და იმაზე, იქ მე მგონი საბაჟო გადასახადს იგენი ხდიან, თუ ევროკავშირის ქვეყნები წევრები არ არის. ამ შემთხვევაში უბრალოდ უნდა მონახოთ გასაღების ბაზარი, მეტი არ არის. ყველაზე კარგი მე ვფიქრობ, ანუ ამ ხელშეკრულებას როცა უყურებ, ჩემი არ ვიცი. მე რა უფლება მაქვს რაღაცა რჩევა მოხდეს, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე კარგი არის, რომ რაღაცა გაერთიანდეს ეს ყველაფერი, იმდენად რამდენადაც ამით პირველ რიგში თითქოსზე მიგება საქმე შეიძლება ყველაზე მეტად იქეებოს დიდმა კომპანიამ, მაგალითად Ferrero, რომელსაც გააჩნია ჰექტორობით მიწა მაგალითად სამეგრელოში და სადაც თხილია. მაგრამ ამას მცირე მიწიანმა ბლეხმა ფერმერმა შეუძლია დაუკავშიროს ერთადერთი და უპირისპიროს ეს ერთადერთი რამ ეს არის გაერთიანება პირველ რიგში, მეორე რიგში იმ სტანდარტების გაგება ზუსტად და ეს უფრო ადვილია რომ ბევრი იდენტიფიკაცია იმ სტანდარტების დადგენა ზუსტად რა სტანდარტებიც არის ევროკავშირში და სწორედ ამ სტანდარტების დაცვით ისი წარმოება და შემდეგ იმაზე ფიქრით როგორ გამოძებულ შემპარტნიორ იქით ანუ ევროკავშირის ბაზაზე რომ ეს ხილი იქნება ფაქტი იქნება მიაწოდო ანუ 100 და 200 კილო თაფლზე მაგალითად და 50-100 კილოგრამ ხილზე მოთხოვნა იქით ამ მხრიდან შეიძლება ნაკლები იყოს, ვიდრე დაუშვათ იყოს 20 და 50 ტონაზე, მაშინ როდესაც იცი რომ ეს არის მსგავს 20 ტონა როდონები ქონდა. ახლა ხდება დაფინანსება ძელვადიანი შესწრები მცირე პროცენტიანი რაცმა შექმნა და ჩვენ 2500 წელს მოყავს სიმინდი ლობი მინდა თხილი და უკან ბაღი გავაშენოთ, მაგრამ საშუალება გასაკანი. აქ სხვა პროცესია და სხვა მიდგომა ჭირდება. აიმიტომ ამ ახლა ევროკავშირმა გამოცხადა და გრაფიკი რასაც ევროკავშირის გამოცხადებული ახლა 20-დან 50000 ევრომდე, ეს არის 100,000 ლარი. ანუ აქ მარტო ის კი არ არის თვითონაცესა, თქილი რომ მოგივა ახლა ბუნებრივია ეგრევე ხომ არ გაფიდი, ან თაფსაც ხომ უნდა შენახო, ხო? ან იგივე მანდარის ნებისმიერ პროდუქციას, ხო? ამ შემთხვევაში ეს თანხა შეიძლება გამოყენებული იყოს, რომ ესეთი გაზები შეიქმნას. ახლა არა, თქვენ კომუნისტებზე იგი კი ამ აინტერესებს მე უბრალოდ მახსოვს კომუნების დროს ბაბუაჩები ხებია უბრალოდ ხალხი მოხდება აქ რასაც უნდა გავიხსენოთ ყველაფერი მუშავდებოდა ბაღნარად იყო ცეული როგორ ყველაფერი მუშავდებოდა და ბაღნარად იყო ცეული და ეხლა დეიჭირა ეკალ ბარდო ამ ხალხს ჭირდება რაღაც თანხა ფული უნდა მიცეს და კანონდეს და ეს მიცეს მამაპაპისეული მიცეს და ხალხს უნდა გააშენოს უკმელოთა როლ ისტორია სოფლის მეურნეობა ვაფშე ხო მესმის ამ შემთხვევაში რა სტანდარტებზე და ველაპარაკობდა აი სტანდარტების ვიჭერდა სოფელში 20 მოსახლიდან 20 კაცმე გამოგვა ყველა თურქეთშია გადასული ჩაისკრებს ჩვენთან დადგმდება მესმის იქ სოფლის მეურნეობა უფრო აღარ უნდა ისაც გადაგ ჩემს სოფლიდან მის ახალგაზრდობა და გაქცეული ახლა და გარბის და რატომიდან ხილით ყოფილები არის სტანდარტებზე და სტანდარტებზე ველაპარაკდება ხო მაგრამ აქ მეორე მომენტი გაინტერესება და გაერთიანება. ჩვენ როდესაც საუბრობთ გაინტერესება და გაერთიანებას. აქ არ არის საუბარი მარტო თქვა კონკრეტულ სეზონებზე. ის საწყის ისიც არის. აქ სხვა მიმართულება ჩემია. უფრო ხშირად უნდა მოდიოდნენ საფსტაუს და მეტი. რა ვიცი ერთ-ერთ ანუ მოხდომა. ახლა ფერასაც საუბრობთ. ფერისახით აღადია. მაგრამ მოთხოვნა უნდა იყოს პირველ რიგში ხალხი. იმიტომ რომ ჩვენთან მაგალითად აჭარის სოფლის მეურნეობის სამისტრო ხელისუფლების აჭარი. რომელსაც აქ პროგრამები ფერმერების გადამზადების და სწავლებს. ან თქვენთან არ ამოსულა ანუ ეს სწავლება სახელმწიფოს პოლიტიკაში შედის თუ სახელმწიფო ხდება ეგ ჩემი აზრით და აიღო რაღაც ვალდებულებები მე შემოვიდება შენთან ბუნებრივია სახელმწიფოს ინტერესიცა და სახელმწიფოს დამოკიდებულებაა რომ იქ შევიდეს მომზადებული ხო როგორც ადამიანი რაღაც სამშენებლობას რო იწყებდა ჯერ მოიმარაგება რაღაც სამშენებლო მასალას და იწყებდა შეიძლება ჯერ ხო არ დაიწყებდა იმის მშენებლობას და მერე დაიწყებდა აუცილებელი იქნება სამყაროს ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ინტერესით შედის ახლა რომ საუბრობთ მაგალითად ბატონო ძალიან საინტერესო რაღაცა ავტომატურად ტექნოლოგიის სტანდარტებთან გადასვლას და დაკავშირებას
თუ გახსოვთ აზერბაიჯანმა აკრძალა 2005 წელს ქვევით შემოსული ავტომანქანების მის ტერიტორიაზე გადმოყვანა. დაგიგვან და საერთოდ ვერ შეხვავთ თუ თქვა ჩემი ავტომანქანა საერთოდ თუ შედიხარ მაგალითად 2 წლიანი 2000 წელს გამოშვებული მანქანა უნდა გადაიხადო იმხელა თანხა რომ იქ რო შეხვიდე დასწრებო. ევიდო იმან აზერბაიჯანი არც მოუწევია ხილი არაფერი უბრალოდ ამ სტანდარტზე გადავიდა. ახლა მე კითხვა მაქვს მაგალითად თუ ჩემი მანქანა 2003 წელსაა გამოშვებული და ვერ გაიარა ტექნოლოგია ფაქტობრივად მე ვეღარ ვისარგებლები ავტომობილს. ხო ესე გამა. ანუ ამ შემთხვევაში დღეს ჩემი საზრით მე ამის თქვენ დამეთანხმდით არა სახელმწიფო მე მგონი უნდა დაიწყოს საინფორმაციო პოლიტიკას და ადამიანებს აუხსნას რომ იქ რო ავტომანქანას ყიდულობ და შემოხავს ან შემომყანები რო არიან ხო ანუ და შემოიყვანო ისეთი კატეგორიის ავტომანქანა უნდა გაყიდო რომელიც ერთ წელიწადში უბრალოდ ვერ ისარგებლა. იმიტომ რომ ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაერგო ქუჩაში ვერ გავა. ამის ფინანსები და რეაქციული არა, გასაგებია დღეს არ თუ მაგის ფინანსები არა, უფრო წაგებული მდგომარეობაში არ აღმოჩნდება, როდესაც გადაიხდის $3,000 და გაახდოს ექსპორტში მანქანა ვერ წაგები. იმიტომ არავინ არ იყიდის ესეთ ავტომანქანას, არ იყიდის, რომ რეალურად ვერ გააკეთებს ესა. იმიტომ არც სახელმწიფოში არ გადასახადებს. ოღონდ ჯვარდის პუნქტები მიიღებენ და სპარანის ავადი არა. საქართველოში არ შემოუშვას რომ შემოსულა უნდა ეეთოს. ახლა რამ დავაყენე? იმანტო მაგაზია საუბარი რა ისი მიზანი ახლა თქვენ იყიდი კვალიფიკაცია ბაზარზე პულით რო გქონდეს 2000 წელს გამოშვებული მანქანა. აი, უნერო კონდეს აღეჭით დასაგებია. უნერო მარა ახლა მაგრამ ასაც ფუნდამენტის ხელში ვიქნები და მათემატიკაში ჩვენ ევროპაში და სიტიტრო ევროპაში ავტომატურად და ისტორია და სოციალია მანქანარო შევიცინოთ და ასე და შეიძლება ეს ორი გამოვაში მასეთი გამონი რუბებერი და მოსახლეობის კატასტროფა ექნება ნუ სახელმწიფო სამართლი ეს აღნიშნავს ვალდებულება. ეს არის ჩვენი ვალდებულებები. გასაგებია, რომ გავშლის ვალდებულება. ეს ვალდებულება, ეს ვალდებულება კომუნიკაცია. ჩვენ ქალაქში ხარია 80% აღმოაჩენთ მასე. მაგრამ მეორე ტრაგედია არის, რომელიც არჩევს. თქვენ თუ ნახავთ, ძალიან საშინელი მდგომა აქ სამოქრია. ბათუმში ჩავდივართ და იქ თუ წავდივართ, ფინიში კატასტროფა. ნახეთ, რამდენი არის ეკოლოგიური დაავადებები. რა იდეა? რა გვირჩევია? ჩვენი გადასაწყვეტია. რომ ბავშვი, რომელსაც უმრავლესობა სამწუხაროდ და ძალიან ბევრია შემთხვევები, რომლებსაც გააჩნიათ სასუნთქი გზების ონკოლოგიური დაავადებები. ძალიან ბევრი. სამწუხაროდ სასუნთქი და ასე შემდეგ. დღეს ანუ რა, იმიტომ რომ მე ინვესტიცია. ჩვენ თუ კი ბატონო ვიყიდოთ ეს $2,500 მანქანა და მე არა ვარ სახელმწიფო წარმომადგენელი, ვერ გადაგელაპარაკები სახელმწიფოს სახელით, კარგი იქნება ვიდეო სახელმწიფოს სახელით. მაგრამ მე ვირჩევია რომ ჩემს შვილს არ ქონდეს შეუმცირო მაქსიმალურად რისკი იმისა, რომ ხვალ არ დაემართოს მაგალითად ფილტვის კიდე. ან არ დაემართოს სასუნთქი გზების. ეს ამას არ იწევს ხარჯები. არა გვაქვს. რა ფილტვი ხარ? ერთი არა, გამოსავალები უნდა გამოსავალები. სახელმწიფო შეუსწავლოს მაშინ და მათი ეს რას გამოიწვევს? მარტო ჩვენ ავტოტრანსპორტი კი არა საუბარი. ბატონები, მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც არ სტანდარტებს არ იკეთება. ის ტექნიკა, რომელიც აგებს
ახლა გასაკეთებია ის ტექნიკა აქვს სასტრაფო მანქანები რომელიც არანაირ სტანდარტად საკუთარ ანუ ეს გამომარო ყველა მოსახლეობაზე შეიძლება ლამის გადადგმა მაგრამ სახელმწიფოს როლი რაშია ხო სახელმწიფო მე მგონი უნდა დაიწყოს ამის ყველაფრის ახსნა იმიტომ რომ თუ ჩვენ ვამბობთ რომ დღეს ჩვენ თავს რაღაცა წამვით რომელიც აი ამ სტანდარტებში არ ზრდება მე მგონი სახელმწიფო უნდა უკვე დაიწყოს ახსნა რომ ეს არ უნდა იყოს გამოკიდებული ამ პროცესში ახლა ჩვენ გუშინას პატარა ვისაუბრებთ წამლებთან დაკავშირებით ხო როდესაც ხო ნიმესილი და სხვა წამლები გუშის პატაშოვის საოცარი პრაზენტობა ერთ-ერთი ოპოზიციის წარმომადგენელმა რომ ამ ნიმესილს რა იჭირავენ თუ არის გამოაიქცავა ხო ეს უკვე მიუთითებს იმაზე რომ თვითონ კარგად გააზრებული არ აქვე იმას რასაც თვითონ რატიფიცირება მოუწევს ხო იმიტომ რომ ჩვენ გუშინ ვისაუბრებთ პატაშოვის უბრალოდ სანამ დავაწყოთ შეხვედრას რომ არსებობს სტანდარტი მოსახლეობა თვითგამკურნებას და თვითმკურნალობას თავი უნდა გაანებოს. იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა თვითმკურნალობა უფრო საზიანო შედეგს იწვევს ვიდრე ექიპთან წასვლა. მეორე მომენტი ხშირად არის მე ესეთი ფრაზას შეიძლება არასწორი ვიყო. ხშირად არის ის რომ უკმაყოფილო არიან ექიმები. იმიტომ რომ არასწორი წამალი გამოგეწერა, მაგრამ რეალურად იმის დამტკიცება ექიმმა წამალი გამოგეწერა თუ არა არანაირად არ ხდება. იმიტომ არა ჩვენთან იშვიათად ხდება, იშვიათად ხდებოდა რეცეპტზე წამლის გამოწერა. ეს იმ შემთხვევაში მოქმედებდა თუ ადამიანი იყო დასმეული და ამას უნაზღაურებდა სადაზღვევო კომპანია. დანარჩენ შემთხვევაში каранტინა პროცესს უწევდნენ, ამით მიდიოდა ადამიანი აფთიაქში. ამ შემთხვევაში საჭირო იყო ეს წამალი, არ იყო საჭირო და ხშირად როგორი ამბავი ხდებოდა გაგზავნიდნენ მხოლოდ იმ აფთიაქში, მხოლოდ ერთ აფთიაქში იყიდებოდა ეს წამალი. ხო, ანუ სახელმწიფო ვალდებულება ის კი არა რომ ადამიანს მარტო უბრუნავს, სახელმწიფო უნდა შექმნა სტანდარტი, რომ ამ სტანდარტის პარალელში უნდა ჩაიდოს. დაიწყო ყველაზე ცუდად ის იყო რომ ამას არავინ არ აუცნა მოსახლეობას და აფთიაქებთან იგი დადა. ჭირდებოდა წამალი თქვა კიდურობდნენ ამას გასულ. ასევე მეორე მომენტი არის წამლებთან დაკავშირებით. მე არ ვიცი წამლების ლიცენზირება იქნებოდა, მაგრამ საიდან შემოდიოდა წამალი და ახლა სტანდარტს უნდა დაეკმაყოფილოს, იმიტომ რომ იყო ისეთი მომენტები, როდესაც რაღაცა წამლებს დავალდნენ მხოლოდ ის გამო, რომ იმაში იყო ისეთი რაღაცა ნივთიერები, მაგალითად ევროკავშირში მთელი ამბავი იყო სუნამოებთან დაკავშირებით. მსოფლიოში ცნობილი სუნამო კრისტიან დიორის და ეგრეთ. პირდაპირ უთქვეს, რომ აი ეს რაღაცა ნივთიერება ამოიღეთ, რომ ეს იწვევს კამის კიბოს. ამიტომ თლიანი წარმოების შეცვლა უწევს. ამიტომ აქ არის სტანდარტი ის, რომ სახელმწიფოს ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ მოქალაქეების ინტერესი უნდა იყოს დაცული. რაც შეიძლება ახლა ჩვენ ვსაუბრობთ მანდარინს და იმას ამბობთ. ჩვენი სახელმწიფო მაგალითად ახლა ცდილობს და ერთი რაღაცა კარგი დაიწყეს, რომ შეფუთვაზე დაიწყეს ზრუნვა. შეფუთვაზე დაიწყეს პროდუქციის მანდარის ზრუნვა. მაგრამ მეორე მომენტია, რომ არავინ არ იცის, აი მე რო შევიტანო მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებში მანდარინი, ხო? ის მანდარინი ახლა თაფთან რომ არ დაკავშირებს შემოწმება პროცედურა, ვინმე შემოწმებია რა ხარს გახსოვთ თუ პერიოდი იყო ახლა ქართული მოწამული. როგორც ქართული თილი არ ვარ. ხო, ამაზე იყო საუბარი, ხო? ეს თილი არ ვარ და რაღაცა მოიგერე დაიწყო საუბარი, რომ იქ სხვა კომპანიის ინტერესები იყო, ჩინური კომპანიის ინტერესები, რომელიც უბრალოდ პროდუქციებდა თვითონ. ანუ ჩვენთან თქვა რაღაცა შემოწმების სტადია. მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს ხილო ჭარო არ თუ არა, ხო? ჯერ ერთი მაინტერესებს. ამ გამგებლად დავაწყოთ. ჯერ ხალხი შეერია, ფექსევერიზაციას ხალხი. აი ჯერ ეს უნდა წამოაყენო ფექსე დაჭოკილი რა. მე ვილაპარაკო სტანდარტებს. ხო, ახლა შეხედია თქვენ ხო აპირებ ხილის მოპარას. აპირებ და მიგოს ხო აპირებ შემოსავალი. ჩვენ თუ გვეუბნებიან ბატონო მამუკა რომ თქვენ შეგიძლიათ შეიტანო პროდუქცია კაფლი, ხილი, მე დაინტერესება იმაში უნდა იყოს რომ ეს პროდუქცია აწარმოება. თქვენ თუ ისეთი პროდუქცია ვერ აწარმოებთ, რომელსაც ვერ გაკიდით, იმიტომ რომ ირადი დასავლეთ გაწყვეტილი. ირადი მოყარებების პრობლემა არ არის. თუ თქვენთვის ან შიგნით შეგიძლიათ აწარმოებდეს მიერი და უბრალოდ პრობლემა არის შეკანა.
და შეტან პრობლემა გახდება რომ საქართველოში შეიძლება ვერ გაკიდო ეს პროდუქცია. უბრალოდ არ ჩაიბაროს იმ კომპანიამ რომელიც ამ პროდუქციაზე დაყრდნობით მაგალითად ხილს იყენებს შოკოლადის გამოშვების დროს. უბრალოდ იმასაც სტანდარტს დაეკვირდებარება, იმიტომ რომ იგი ძვალდებული იქნება, იმიტომ ის იწყოს როლას, რომ თავისი პროდუქცია გაიტანოს საზღვარგარეთ, ხო? ამ შემთხვევაში არ ჩაიბაროს მაგალითად წვენების ქარხანა რაღაცა სახის ხილს, რომელიც არ იქნება სტანდარტით წარმოებული, იმიტომ ის თავის პროდუქცია ვერ შეიტანს საზღვარგარეთ გასაყიდად. შესაბამისად, უკროვარეს დღეს ჩავარდება ის ბლექი, რომელიც დღეს მაგალითად თავისუფლად აბარებს ამ პროდუქციას. ხურცებს მაგალითად, ხო? ამიტომ ეგაა მნიშვნელოვანი, რომ მოსახლეობის მხრიდანაც უნდა იყოს დაინტერესება. მოსახლეობის მხრიდან უნდა იყოს მოთხოვნა. ის ძალიან ცუდია, რომ მაგალითად სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ რაღაცა ტრენინგები რო ტარდება, არ ვიცი ახლა ბუნებრივად თელ სოფელს ვერ ჩაივან, ან თვითონ უნდა ამოვიდონ, ან ერთი წარმომადგენელი უნდა აიყვანოს, რომელიც ამაზე ელაპარაკება. რაც შეეხება კოოპერატივების და იმის დაფინანსებაზე, ხო? რატო მიდის თქვათ ის ევროკავშირის დაფინანსება სხვა ორგანიზაციის კოლექციის რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს, იმიტომ მიდის რომ მოხდეს ამ შემთხვევაში ჩვენთან წარმოება არ არის. რეალურად რაიმე სახის წარმოება ქართლები არის, რომელიც ასულად გამოუშვებს რაღაცა სასოფლო სამეურნეო პროდუქციას დაყრდნობით რაღაც პროდუქტს. ერთი არის პროდუქციის მარნეულის ქარხანა. ხო, ყულა, რომელიც ყიდულობს მოსახლეობიდან პროდუქტს. მე იმიტომ ვამბობ, თუ ის პროდუქტი, სოფლის მეურნეობის პროდუქტი არასწორად იქნება წარმოებული, ის ყულა აღარ ჩაიბაროს, იმიტომ ის პროდუქტი ვერ გაყიდეს. მას არ იქნება ელემენტარული სერტიფიკატი. და შესაბამისად, მას არა მარტო ევროკავშირში, არამედ საქართველოში გაუჭირდება პროდუქტების გაყიდვა. რაც შეეხება ავტომანქანების თემა. ავტომანქანების თემა იმას კი არ გულისხმობს, რომ 2000 წელს გამოშვებული მანქანა არ გაიყიდა. უბრალოდ იქ არის სხვა სტანდარტი. და მე როგორც ვიცი, ეს ის გამო იქნა შეჩერებული, რომ ჩვენთან საწვავო, რომელიც ისხება ავტომანქანაში, ევროკავშირიდან არ შემოდის, მაგრამ სტანდარტები არ მოხდით მაშინ. ევროკავშირიდან შემოდის. აზერბაიჯანიდან. აზერბაიჯანიდან შემოდის. გერმანიდან კიდევ ჩამოყალიბდა. ბენზინი. იმიტომ იქ დაიწყო საუბარი, რომ თქვენ გერმანიდან მანქანა ჩამოიყვანოთ, რა არის სულ. იმას კი არ იცნობს ისეულები. მაგრამ საქართველოში ერთ-სამი თვეც არ უნდა ერთ-თვე ვიყიდოთ, რა არის მიწა. იმიტომ ზუსტად ეს არის იმ საწვავის ბრალი, რომელიცაც და საფოხი მასალები სხვათა შორის, რომელიცაც ხდება მანქანათამში. არავინ არ ამბობს, რომ თქვა 1970 წელს გამოშვებული მანქანა დიქტატორებას ვერ გაიგო. იქ უბრალოდ საუბარია, რომ მანქანა უნდა იყოს გამართული და რაც თავარია, გამონაბოლქვი უნდა შეესაბამოს სტანდარტებს. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ მოაწესრიგოთ ერთი მანქანა. მანქანას იყიდი იმ შემთხვევაში, თუ მას ეკნება ეს სტანდარტები. ახლა რომ მიდიხარ და კიდულობ 2000 წლის მანქანას, ხო იტყვი, რომ მე მჭირდება ის სერტიფიკატი. ყველაზე პრობლემა არის ის, რომ დღეს როცა საქართველოს შემოდის ავტომანქანები ევროპიდან და თქვენს კაგიბიათ ნაწილებული ვარ, როგორც კი შემოდის, მას აცნიან კატალიზატორს. ანუ რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფილტრი იმისთვის, რომ ეს გამონაბოლქვი, ეს საშინელება რაც გამოდის, ის იცავს. ეს ფაქტიურად 80% მანქანებისას კატალიზატორი აქვს მოსული. ეგ დათვალიერების ერთ-ერთი მოთხოვნა არის ის, რომ მანქანას უნდა გამოყენოს კატალიზატორი. ანუ როცა შემოდის მანქანა, აწნი კატალიზატორს და არის $300-400 ყიდი. მე მესმის, რომ ძალიან ძლიერი მდგომარეობა, ძალიან კარგი მესმის, რომ როდესაც ქვეყანაში 32% მოსახლეობის სიარების ვარს ქვემოთ ცხოვრობს, ძალიან კარგი მესმის, რომ დიდი პრობლემაა ეს. მაგრამ არის მეორე პრობლემა. როცა შენ ამას აკეთებ, შენ ამით ნებ შენს მომავალ თავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეგვიძლია ვნახოთ და ამის ჩავიდეთ სკრინინგ ცენტრში, მოვიტყოთ ოფიციალური ინფორმაცია, საშინელება ხდება ამ ქვეყანაში. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის გამოწვეული, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა დიდი წარმოებები გვაქვს, ერთი ფერო შენადობი მანქანა არის თავში და მეორე ტესტატორში, ხო? მე შემთხვევაში არა, ეს არის უბრალოდ რა იცი, ის სამარშრუტო ტაქსი, რომელიც ვერ გამსახურება, ვეღარ ამბობს. აი მაშინ დაგეწყება პრობლემები, იმიტომ ის ვერ გაიხსნა. აი ამაზეა ლაპარაკი. ავტობუსები არა სადავო. ათუმში ისე გამონაბოლქვია,
მთელ ავტობუსებს რომ მე თუ კამიზებს გზას ვერ ხეცე. მაგალითად თემა სტრატეგიულ და არა, ერთ-ერთი. ახლა მე ვფიქრობ, რომ ამათ უფრო მაგალითის თეატრმა ნაკლებად აიწყოს. ფერმერებსაც არჩევება. მოკლედ შეიძლება ვთქვა. ხო, მე მოკლედ ვიტყვი რაღაცას, რაც თვითონ ჩემმა მეგობარმა მითხრა შუახევში, მაგალითად. აი, ამის ორგანიზაცია, რომელიც იყო შუახევში ასული, აი კონკრეტული შეთავაზებით ფერმერული ორგანიზაციებია რაღაცა და ძალიან კარგად იწყებენ უკვე მუშაობას. ავიდან შუახევში შეხვდნენ სოფლის მოსახლეობას და ეუბნებიან. ანუ მზაობა უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეუბნებიან, რომ მოიტანეთ ასკილი, რომელიც თავისით მოდის ტყეში, ხო იმას ხო არ უნდა სპეციალური მოყვანა. თქვენ დაასაწყობეთ სახლში, მოიტანეთ რა ვიცი 5 კილო იქნება 10 კილო, მე ერთხელ ამოვალ, ან ყველას წავიღებ, თქვენ საგიყვანთ რა რამოდენიმე 2-3 თავკაც, ხო? წავიღებ, იქ გადავამუშავებ, არის ქობულეთში ესეთი ქარხანა, რაღაცა აგრო რაღაცა ისა, გამოვაშობ და $21 მოგცემ, ოღონდ 3 თვის შემდეგ. პასუხი იყო რომ არ გვინდა, 2 ლარი მოგვეცი და ეხლა იყოსო. და მომავალში უკვე ამ გზას თქვენ ევროკავშირში თქვენ გასწავლითო, მაგრამ მზაობა არ იყო მოსახლეობის მხრიდან. ჩვენ ვიდა გამომშრალში. და წარმოიდგინე უარი უთხრეს სოფლის მოსახლეობა. აი, ისია სპეციალ. არ არის ის გზასასწავლის, მისთვის გზასასწავლის, რომ მომავალში შენ წახვიდე იქა. და შენ თვითონ გააკეთო, მაგრამ აი, ცოტა მოსახლეობიდან არ არის მზაობა. მაგალითად, ბატონი ამბობს, ჩვენ დიდი ამბავი გაგჭირდა, რომ აქ გაეკეთებიან პატარა სურათის. აი ეს გოდოერები, კიდევ პატარა სურათი. აი ცალკე მე ველაპარაკი, ცალკე ბატონავტოს დავჭირდა იმდენი ძალა, რომ გაეკეთა სურათს გაკეთება. ეს 2 წლის ამბავია, რომ სურათის გაკეთებაზე არიქა გააკეთე, ჩუდი იქნება, მეორე უწესესი იქნება. ხისმობის ამბავს არის, ხო? უკეთესი წელს მე რომ ამოვიდო ბატონავტო მითხრა, უკვე დაიწყეს საფულში ამ სურათის და ძალიან გამიძინა. იმიტომ ეს ამან გააჩნდა შემოსავლა. თუ ჩვენ გვიდა ის რომ ვიღაცა ამოვა სახელმწიფო გაგიკეთებს ხილის შემნახველი პუნქტს, როგორც კომუნისტების დროს იყო აგებული. მანდარინების შემნახველი და ხის ტარა და ჩაყარესა ჩვენ გავიდით, ესეთი არ არის. ამ შემთხვევაში დაინტერესება უნდა. თუ დაინტერესება იქნება მუშინდების შეხვედრის საგებად. თუ დაინტერესება იქნება და მოსახლეობის ჩართულობა, მაშინ მე რო ამოვედი და გითხრათ მე დაგეხმაროთ. მაგრამ თუ ისეთი დაინტერესება იქნება იმ კოოპერატივებთან დაკავშირებით შენ დაწერე თუ გამოვა, ახლა უკაცრავად და მე რა თქმა უნდა გავაკეთო თუ მოსახლეობას არ. ეს მარტივი ლოგიკაა. მე გეუბნები მაგალითად ევროკავშირმა გამოაცხადა კოოპერატივების გააფინანსა. აქ არასავტობუსი კი არ არის, სოფლის. თუ სოფლის გადაწყვეტილება უნდა იყოს ამაში. ეს კი არ უნდა იყოს გამუხას ავტოს გიორგის გადაწყვეტილება. ეს უნდა იყოს სოფლის გადაწყვეტილება. ამ პროცესში ჩაერთობა იმიტომ ერთი კაცი და 2 კაცი ამას ვერ გააკეთებს. თუ სოფელი ერთად დადგება, მაშინ ინდივიდუალურად ნორმალურად შეფუთავენ და იმ თავს, რომელსაც აწარმოებენ. იმიტომ ის ფუტკარი, ერთი ფუტკარი იმაში არ დაფრინავს, ჩინეთში და მეორე ავსტრალიაში, თუ სხვადასხვა იმას ადგილას არ მიდის იმის სასწავლებლად, რა? მასალის სასწავლებლად, ხო? აქვე დაფრინავს. ამ შემთხვევაში, თუ მოსახლეობას დაინტერესება იქნება, რაც შეიძლება ავტომანქანებსა იმას, ბუნებრივი ყველაფერი პრობლემა იქნება, თუ მოსახლეობა არ იქნება ინფორმირებული. იმიტომ რომ თუ ხარ ინფორმირებული, მაგალითად მე ხავს მანქანა, რომელსაც აქვს კატალიზატორი და არანაირი პრობლემა არ აქვს. ვაპირებ მანქანის შეცვლას ამის გამო. ახლა ბუნებრივია, რადგან ვიცი, წავა ესეთ მანქანას ვიყიდე. სხვა მანქანას არ ვიყიდე. ესეა მაგალითად მე უკვე დავდივარ და რაღაცებს დავდივარ და უხურებ პროდუქტს. პირველ რასაც მომწვევ ბათას. მეორესა რასაც მომწვევ, ან უკვე ვიცი რომ რა უნდა გადავიხადო იმაში რაც შეიძლება მე მაქვს. ამიტომ ვინც არ უნდა დამიკიცოს მე რომ ჩემი თავი უფრო კარგია და მაისის თავი ყველა ჯობია. როდესაც ვიტყვი ამას. მე უნდა გქონდეს გარანტია რომ იმ მაისის თავს არ დავუმოვა ჩემი ჩამოთვლა. შეიძლება ეს დაფრინოს ჩერნობილის რადიაციის ზონაში და იქა იყვება ეს თავი. რა ვიცი. ამიტომ ყველაფერს აქვს თავისი სტანდარტები.
იგივე ვთქვათ, განათლების მიღება სხვადასხვა საკითხებს, ხო? ანუ აქ თავისი სტანდარტი. ამ შემთხვევაში ეს სტანდარტი ჩვენაც უნდა ვიცოდეთ. თუ დაინტერესება არის მოსახლეობის და ჩართულობა არის ბუნებრივია მოსახლეობის პრობლემა, თუ ეს როგორ მომიგია შემთხვევაში და ამბოს. თუ უბრალოდ სტანდარტ ამას ერთი საკითხი მე ესე წარმოვიდგენდი რომ ბიუროკრატი რომელიც არ აქვს მნიშვნელობა ბათუმში იჯდება თბილისში ქუთაისში იმას უჩვენია კონდეს ყავის სავარძელი იჯდეს კომპიუტერის წინ და არ გააკეთოს არაფერი ანუ ეს უნდა იყოს ჩემი წარმოვიდგენდი ქვემოდან ზემოთ პროცესი და არა ზემოდან ის თავს არ შეიცვალოს შენ თუ არ შეიცვალოს ანუ აზრი ის არის რომ ჩვენი შეხვედრის ჩემი აზრით რომ აი გავშე რაღაცა ინფორმაციები მოგაწოდოთ და დავუშვათ მე თქვენ ერთად დაიდასოთ და თქვენ მოითხოვოთ იქით სახელმწიფოსგან რომ არ უშოთ ლაბორატორია გჭირდება იმისთვის რომ ეთაპლი გავაკეთო და მოდი ეხლა ეს ლაბორატორია გამიკეთე და ეს ვიცი რომ ეს არის მოთხოვნა და მოდი ეს გამიკეთე ვიდრე ან დავუშვათ იგივე მიკრო ცირესეცები ან შეღავათიანი კრედიტები ან როგორც გინდათ ისე და ეს მოითხოვოთ ვიდრე დავუშვათ უბრალოდ აზრი ის არის რომ აი მაგალითად კიდე ერთხელ შეიძლება არ იყოს ოფის მეურნეობასთან დაკავშირებული მაგრამ ერთ-ერთი სტანდარტი რითაც თქვენი შვილები და ჩემი შვილის თამაშობს არის ეგრეთ წოდებული ფლუშის სათამაშო, ხო, ეს ბილი სათამაშო. რომლის შიგნითაც არის, მასში შემცველობა ტყუის არის ძალიან მაღალი. და იმას, როდესაც ეხება და რაღაცა ტყუის შეხაზინებს და ასე შემდეგ, არის საშინელი. აქ არის რეგულაცია, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში ეს მსგავსი პროდუქცია, წარმოებას და შემოტანას უნდა აიგზავნოს. არ შეიძლება სათამაშო, რომელიც ბავშვი თამაშობს, მასში შემცველობა იყოს ტყუის. ამაზე ხო, მაგრამ ეს უნდა ჩვენ უნდა მოთხოვოს სახელმწიფოს, რომ სახელმწიფო აბზარი. სახელმწიფოს ამას მოაწერა ხელი ისე რომ არავის არ აკითხა. თან ეს რეფორმა სახელმწიფო უნდა დაალექცია. აი შემდეგ ეს სერვადიანი ძალიან კარგი იქნება. სოფლის მეურნეობა აი მე თქვენი სახელი მოდიში რო გაწყვეტ. გერა. ევროკავშირი ამბობს სესტი არ გაძლევს. გრანტს გაძლევს 100,000. ლა, ეუბნება, სესტი არ გაძლევს. აი შენ უბრალოდ სოფელმა გრანტები ილეკება არა, სოფელმა უნდა გადაწყვეტოს. აქ არ არის არასამთავრობო საქმე. თქვენ ყველაზე კარგად რა შეგიძლიათ გააკეთოთ სოფლის მეურნეობის მხრივ. რა შეიძლება გააკეთოთ? ამაზე სოფელმა უნდა იკითხოს. მე ახლა მაგალითად მე მაგ იდეა რომ აქ პროცედურის გადამუშავება ქართულად პროცედური არ არის დაკარგული. ამიტომ სოფელმა უნდა გასცეს და ყველაზე ის რომელიც ყველა ოჯახს შეგავაც მოუტანს ახლა. ის რომ გავაკეთოთ ერთ ოჯახს მოვარგოთ და იმას არ მხოლოდ ეს და ამიტომ არ გამოვა. აქ არის ეს მიმართულება. მამაბაბისთან მისებია უდანონდეს რა ხილის ნერვით და გაშედეს ბაღი და მეფუტკრეობა. მაჭახლის მეუბნება სხვა რა გულია და ხო და მაგიდან აი კი მაგის გარკვევის პრობლემა არა და რაღაცა. ანუ პირველ რიგში გირდება სწავლა, რომელიც უზრუნველყოფს რომ კარგი პროდუქცია გამოუშვა, ხო სტანდარტები, ახალი სტანდარტები. იმიტომ ის ტკივიც რომ დაწამლავთ და ამუშავოთ რაღაც სტანდარტები. მეორე რიგში ალბათ თქვენს წინაშე დგას პრობლემა რომ უნდა მოწოდოთ გასაღებსო ბაზარი შესაბამისად ეს პროდუქცია კარგად უნდა შეფუძო. თუ თქვენ კარგი იდეა დაგებადება ის 30% სახელმწიფო მოწევს. ამაზე მიდის სახელმწიფოც, როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს აჭარის საქართველოსაც აქ პროგრამები, რომელიც ზუსტად ამბობს, რომ რაღაც თანადაფინანსებს შევა. ამიტომ როდესაც საუბრობთ, რომ შეიძლება 100,000 კი არა 10,000 მოითხოვო. იმ 10,000-ის გააკეთო ისეთი რაღაცა, რომელიც ერთი-ორად გასდევს, როგორც ხილის მოსავალს, ისევე თაფლის მოსავალს. და თუ მანამდე თქვენ, ახლა მე არ ვიცი, შეძლებთ მანამდე გასაღების ბაზარი მოძებნით, ხო ამ პროცესში ეს იქნება მშვენიერი, იმიტომ სოფელს შემოსავალი გასაღების ბაზარი სახელმწიფოსთან გასაგებია, მაგრამ შენ იმდენი პროდუქცია უნდა აწარმოო სახელმწიფოში აწარმო. ჩვენთან ხოლმე როგორ არის მანდარინზე ეს მოსახლეობა, პროდუქცია გაგვიყიდეთ, ხო? მოსახლეობა ამ შემთხვევაში მესმის სახელმწიფოს პოზიცია, მაგრამ სახელმწიფოს ეს პროდუქცია გააქვს ირგვლივ ყოფ ქვეყნებში. იმიტომ ის პროდუქცია არ აკმაყოფილებს ევროპაში სტანდარტებს. ის
გასვლაზე საუბრობთ და 90-იანში არის როგორც რუკეჭი გადაგზავნა ისე გაყვა მაგრამ ეს პროცესი ამიდან მოგვიდოდი ლეგალ ანუ შენ როცა შეგიქარ როგორც თურქეთში და აპრილ მაგალითად გვეძინა როდესაც ჯერ თურქეთში მუშაობის უფლება კი არ აქვს 50 დღე ვინც თქვენ თქვით ეხლა თბილის ჩაისაკრებად ვინც არის დასული ის მოდი ესე ვთქვათ კანონიერად არ არის ის დასაკრებული მან იპოვა თავისი და იატაკქვეშ მუშაობს ანალოგიური იქნება ევროკავშირში როცა შეყვალ შენ ევროკავშირში შენ შეგეძლება იქ იყო დასაქმებას უფლებას ეს არ გაძლევს, ანუ შენ შეგიძლია იყო, მაგრამ თუ დასაქმდები იქნება ასე ვთქვათ უკანონო დასაქმებული. უბრალოდ შენ შეგიძლია შექმნიდე ვიზის მოწმობის გარეშე. დიდწილად ასე ვთქვათ ზუსტად შეიძლება 100% გარიგოს ის რაც არის თურქეთში, თურქეთთან საქართველოს თურქეთს შორის, მაგრამ მაგალითი ყველაზე კარგი და ნათელი და ყველაზე გასაგები თქვენთვის, რომ მით უმეტეს იცით რაზეც არის ლაპარაკი.